კი ბრუნდებით გადაცემით მე და გარემო გიორგი გულიაშვილთან და ანა ცხადაძესთან ერთად, ვინც ახლა შემოგვიერთდით, გეტყვით რომ დღეს ვსაუბრობთ სპეციფიკურ ნარჩენებზე, მათ მართვაზე და ჩვენი სტუმარია ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ვანო მთვრალაშვილი. მოგესალმებით ბატონო ვანო. მოგესალმებით, პირველ და ვარ თქვენ გადაცემაში, ამიტომ მოხარული ვარ. ჩვენც ახალი გადაცემა. გისურვებთ წარმატებებს და მე ვისურვებდიო ჩვენს მედია სივრცეში ბევრი მწვანე გადაცემა იყოს, ბევრი გადაცემა იყოს, რომელიც გარემოს და ეკოლოგიას გააშუქებს. მადლობა. ბევრი წარმატება თქვენ. გიერთდებით სურვილებში. ბატონო ვანო, 2 წელია შევიდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 4 რეგლამენტი ძალაში. ანუ უფრო ადამიანურ ენაზე რო თქვან, ვალდებულება მოგვეცა, გაგვიხდა კანონმდებლობით, რომ შევაგროვოთ და გადავამუშავოთ 4 სხვადასხვა ტიპის ნარჩენი. ეს არის საბურავები, ეს არის საავტომობილო ზეთები, აკუმულატორები და ბატარეები და ელექტრონარჩენები. თქვენი ორგანიზაცია რომელი სპეციფიკით მუშაობს, ასე ვთქვათ, რომელ ნარჩენებს აგროვებთ და სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყავთ, ასე ვთქვათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ზოგადად წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ეს არის გარემოს დაცვითი მიდგომა, როდესაც ბიზნესი ზოგადად ეს იმპორტიორი იქნება, მწარმოებელი ახორციელებს ისეთი პროდუქციის იმპორტს, რომელიც შემდგომ უკვე როდესაც ის ხმარებიდან ამოდის, ხდება ნარჩენი, სპეციფიკური ნარჩენი, ბიზნესი ვალდებულია, რომ მათ დააორგანიზონ, შექმნან ისეთი სისტემა, რაც მის შემდგომ კანონშესაბამის გადამუშავებას, შეგროვებას, რა თქმა უნდა, უზრუნველყოს და სხვათა შორის ინსტიტუცია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ხო სამი ავტორიზებული კომპანია, ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არის საკმაოდ აპრობირებული, საკმაოდ განვითარებული და შეიძლება ითქვათ, არიან კომპანიები, რომელიც ერთი მხრივ გარემოს დაცვითი მიმართულებით საკმაოდ აქტიურ საქმიანობას ახორციელებენ, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ვთქვათ, კომპანიები ასევე საწარმო ინდუსტრიული განვითარების, მათ შორის ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი ხელშემწყობები. და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ აი საბჭოთა სივრცეში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში მსგავსი ინსტიტუცია არ არის. ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში როგორც ქვეყანა საქართველო ვართ პიონერები და მათ შორის რეგიონში და არ მხოლოდ რეგიონში, სადაც ეს ინსტიტუცია, ესე ვთქვათ, თავი დაიმკვიდრა. და რა თქმა უნდა, ეს მე მინდა გითხრათ, რომ არის პირველ რიგში, ვთქვათ, ამ შემთხვევაში სწორედ ხელისუფლების და მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროს დიდი დამსახურება. და მათ შორის ჩვენ ყოველდღიურ ურთიერთობაში ჩვენი საქმიანობის ხო სამინისტროსთან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმოსი დაღვნიშნო, ჩვენ ვართ კონკრეტულად ჩვენი ჯგუფი მათ შორის და ალბათ ვთქვათ ჩვენი პარტნიორი ჯგუფები, რომელსაც მეტნაკლები გამოცდილება ქონდა მსგავს პროცესებში საქმიანობის და შესაბამისად თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება დღესაც დაგვჭირდებოდა ესე ვთქვათ დახმარება, ხელშეწყობა იმისთვის, რომ ჩვენ განვითარდეთ. იმიტომ რომ ის რასაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 40-50 წელია აკეთებენ, ხო ჩვენ ამის დრო არ აგვაქვს, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, გვინდა რომ მაქსიმუმ ვთქვათ 5 წელში ვთქვათ პირობითად უკვე ვიყოთ საკმაოდ წინ წასული და საკმაოდ წარმატებულები. შესაბამისად აქედან გამომდინარე ხო რა თქმა უნდა ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. მაგალითად სტატისტიკური მონაცემების ყველაზე ესეთი ხელშესახები არის, რაზეც ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ, იმიტომ ჩვენ ნარჩენებს, გარკვეული სახის ნარჩენებს ვარგლოვებთ და მაგალითად საბურავები ხო ნარჩენი საბურავები მიმდინარე წელს უშუალოდ ჩვენი ჯგუფის მხრიდან არის სადღაც 2500 ტონამდე ამოღებული. ნარჩენი ზეთი ეს არის სადღაც 800 ტონამდე ამოღებული. რაც შეეხება აკუმულატორს, აქ არის სადღაც აკუმულატორს ჩვენ გაცილებით პატარა ჯგუფი ვართ, სადღაც 300 ტონამდე. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ეს ერთი მხრივ ციფრები არის, მაგრამ ციფრების უკან ეს არის დიდი რუტინა, დიდი შრომა. დიდი შრომა იმასთან დაკავშირებით, და თქვენ რომ წარმოვიდგინოთ 2500 ტონა, ხო ეს ლოჯისტიკური ოპერაციები ყოველდღიური. ანუ ჯერ ამ ნარჩენის თქვათ დაფიქსირება, შემდგომ იმის დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებში, გადატვირთვა, შემდგომ ისი დამუშავება ექსპორტზე გაგზავნა, ანუ ფაქტიურად ჩვენ რამდენიმე ოპერაცია ტარდება, რომელიც ყველა უნდა ჯდებოდეს რეგულაციის ნორმებში, ხო? იცით, ამავდროულად საინტერესოა, ვთქვათ, რადგან ეს 4 რეგლამენტი შევიდა ძალაში. შესაბამისად მოყვა ალბათ რაღაცა სამოქმედო გეგმაც. ანუ რისი ვალდებული, აქვე მინდა რომ აუცილებლად რომ არ გამოგრჩეს, ხაზი გაუსვათ, რომ
ეს ორგანიზაციები, NGO ორგანიზაციები არ არის მომგებიანი ორგანიზაციები და მოქმედებენ კანონმდებლობის აღსრულების ფარგლებში. ასე ვთქვათ, აი ასეთი სისტემით, რომ წარმოებელი, რომელსაც პროდუქტი შემოაქვს, ან აწარმოებს ან ქვეყანაში შემოაქვს, ის იხდის წინასწარ მისი შემოტანის დროს, ან წარმოების ბაზარზე განთავსების დროს, მისი გადამუშავების საფასურს. ანუ წინასწარ უხდის ამას სახელმწიფოს, რომელიც უბრალოდ ასეთ ორგანიზაციებს, რომელიც ამ თანხას საბოლოო ჯამში იყენებს იმისთვის, რომ მოახდინოს აღნიშნული ოპერაციები. შეაგროვოს, დაასაწყობოს, ან საბოლოოდ გადამამუშავებლამდე მიიტანოს ეს, ანუ ჩვენი გადაცემაც ემსახურება ამას, რომ ყველა ვინც გვისმენს, ან ვინც ინტერესდება ამ თემით, რომ ამომწყურავად გაიგოს ინფორმაცია, შეიძლება სიღრმეებში არა, მაგრამ ეს კონდეს რას ნიშნავს ეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებული და საერთოდ რას საქმიანობენ ეს ორგანიზაციები, ხო? აქვე აი გეგმას დაუბრუნდეთ, გამიგრძელდა. გეგმას დაუბრუნდეთ, ანუ თქვენ რა ვალდებულებები, ასე ვთქვათ, აიღეთ, როდესაც დაარსეთ, ასევე გიორგის ორივეს ამ შემთხვევაში გადმოვდივარ კითხვით, რა ვალდებულებები აიღეს ამ ორგანიზაციებმა. მადლობა კითხვისთვის, კი თქვენს სწორედ ჩამოაყალიბეთ, თქვა თქვენი კითხვა აბსოლუტურად სწორედ ლოგიკურად, დამაბინძურებელი იხდის პრინციპი ეს არის. შესაბამისად არსებობს რეციკლირების გადასახად წინასწარი შენატანი, რასაც ესე ვთქვათ, ჩვენ ცალკე როგორც MGB ორგანიზაციები ამას ვადგენთ, მაგრამ ეს ტარიფიც მინდა გითხრათ არის მორგებული იმ რეალობას, რასაც ქვია თვითონ ჩვენი MGB-ს, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სტრატეგიული მიზნის შესრულებაში დანახარჯი თანხები და მინდა გითხრათ, რომ რეალურად ჩვენი ტარიფი დღეს მიმდინარე ტარიფი რო შევადარო დასავლეთ ევროპულ ტარიფს, ხო, აბსოლუტურად რადიკალურად აცდენილი და რატომ? მაგალითად, რამდენი პროცენტია? მაგალითად, საბურავის მწარმოებელი რას იხდის ან კონკრეტული ციფრი არ მჭირდება, პროცენტული მაჩვენებელი თუ არა, ციფრით შეგვიძლია გითხრათ, ჩვენთან არის 10 თეთრი, იქ არის 35 ევრო ცენტი. ნახეთ და ჩვენ ეხლა რა არის ტარიფი რატო გვაქვს ჩვენ პატარა ტარიფი რა, იმიტომ რომ ანუ კილოში, ხო? კილოგრამში, დიახ, კილოგრამში არის ეს გადასახადი და ტარიფი რა არის? ტარიფი რატოა ჩვენთან დაბალი ტარიფი? ტარიფი იმიტომ არის დაბალი, რომ პირველი ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ სოციალურ ეკონომიურ ფონს ქვეყანაში. თავისთავად რა თქმა უნდა, ეს ერთი მხრივ ბიზნესის გადასახადია, მაგრამ საბოლოოდ მომხმარებელს აწვევა. გარდა მაგისა ინსტიტუცია საკმაოდ ახალი არის და ეხლა ჩვენი ჯგუფი წარმოადგენს, ჩვენ უშუალოდ ბიზნესის მიერ დაფუძნებული ჯგუფი ვართ, სადღაც 9 უმსხვილესი ჯგუფი, რომელიც მათ შორის ავტოსათადარიგო ნაწილების სატრანსპორტო მიმართულებით ოპერირებდან, შესაბამისად უშუალოდ ის ხალხი, რომელიც და ის ჯგუფები, რომელიც ჩვენთან ერთად ბორდში მათ შორის ამ ტარიფს ასწავს, პარალელურად ისინი არიან ასევე ამ პროდუქტების შემოუტანები. ანუ მე მინდა ცალსახად გითხრათ, რომ აი ესეთი კითხვა მოდის, რომ აი მაგალითად რიგითი წევრი და დამფუძნებელი, თქვა ტარიფთან მიმართებაში რა პრივილეგიით სარგებლობს? არანაირ პრივილეგიით არ სარგებლობს. ეს ტარიფი როგორც დამფუძნებლის, როგორც ბორდის წევრისთვის, ისე რიგითი წევრისთვის აბსოლუტურად ერთ და იგივეა. შესაბამისად, მე რაც გითხრათ, ანუ ჩვენ ვითვალისწინებთ ბევრ სხვადასხვა ფაქტორს. რა თქმა უნდა, თემა ახალი არის, ჩვენ გვინდა რომ ამ ყველაფერმა რეალობაში იმუშაოს და შესაბამისად ჩვენი მიდგომა ესეთი, რომ ტარიფთან დაკავშირებით ძალიან ესე ვთქვათ, ძალიან პედანტურად უყურებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ გავზარდით ეს ტარიფი, გავზარდით იმ რეალობის გამო, რომ სამწუხაროდ არის, ხო? მინდა გითხრათ, რომ გეგმები ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ საბურავის შემთხვევაში ჩვენ პირველ წელს თუ კონდა სიტყვაზე 20%-იანი ამოღების გეგმა, ეხლა 25-ზე ვართ, მე 30-ზე ავდივართ, ანუ რა წარმოედგინოთ, ანუ ყოველწლიურად იზრდება თქვენი ორგანიზაციის ვალდებულებები, ანუ პასუხისმგებლობები, რომ ანუ დღეს თუ თქვა ამ წელს თუ შეაგროვოთ პირობითად ვამბობთ 1000 თქვა 100 ტონა საბურავი, შემდეგ წელს უნდა შეაგროვოთ 125, ხო, 105. ანუ ყოველ წელს პროცენტულად თქვენი ვალდებულებები იზრდება. და ნახეთ, ვალდებულებასაც ეს რა არის ყველაზე მთავარი. აი ხა თქვენ წინა ბატონ შალვასთან ქონდათ საუბარი, გიორგი მაცის საუბარი, ჩვენთან როგორც გადამამუშავებელი ინდუსტრია, ნარჩენების სპეციფიკური ნარჩენების ჩათვალეთ არ არსებობს. ანუ ჩვენ ერთი მხრივից რო ვაგროვებთ ამ ნარჩენებს, ხო? მეორე მხრივից სწორედ ამ ინდუსტრიის ჩასახვას უწყობთ ხელს. ანუ თქვენ რო წარმოიდგინოთ, ეხლა როგორ არის დასავლეთ ევროპაში ყველა ჩვენერი სტატუსის მქონე კომპანია არის სწორედ დამამუშავებელი, მათ შორის საბურავი ზეთი იქნება, აკუმულატორი იქნება, არის პარტნიორი
მისი მასუბსიდირებელი, ანუ რეალურად ხო ჩვენ მაგალითად როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერი, ახლა თქვენ რომ წარმოვიდგინოთ დღეს რომ შეიქმნა საბურავის გადამამუშავებელი საწარმო, ხო ქვეყანაში. ძალიან კაი იქნება, იმიტომ რომ ეს პირველი ერთი მხრივ იმას ძალიან დიდ პრობლემას ესე თქვა მოუხსნის არა მარტო ჩვენ ზოგადად ნარჩენების წარმოქმნას, მაგრამ მეორე მხრივ როგორც ეს ბიზნესი ხო ჩემი გადასახედიდან. იქნება, აი როგორ იცით, ჩემი აზრით არამომგებიანი. იმ ლოგიკით რომ იქინა მიღებული ნარჩენების ესე თქვა მიღებული პროდუქციის ბაზარი როგორც ესეთი, ხო? არის ჩვენი გადასახედიდან საკმაოდ მყიფე. ამიტომ ევროპის გამოცდილება რა არის? ჩვენაირი კომპანიები პრაქტიკებს რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს უკავშირდება და მხოლოდ არ განვიხილავთ ამას როგორც მაგალითად არ ვიცი მხოლოდ სარბენი ბილიკებისთვის ან რაღაცა ისეთი მიმართულების სხვადასხვა ბევრი დანიშნული ძალიან ბევრია იცით კი მაგრამ იცით რა ბუსტა მაგამდე მისვლა გვინდა ხო აი ნახეთ და სწორედ მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენერი კომპანიები ასუბსიდირებენ ამ წარმოებას. ანუ ჩვენ ტარიფი რეალურად მომავალში დიდი ალბათობით დაგვჭირდება ტარიფის გაზდა, იმიტომ რომ უშუალოდ ჩვენ გავხდეთ აი ამ კომპანიების ესე თქვა სტაბილურობის გარანტი. იმიტომ რომ ევროპაში ესეა, ჩვენ სადაც ვიყავით, ხო ერთად ვიყავით მეგობრებთან, იქ ბელგიაში არის ძალიან ესეთი თანამედროვე კაი საწარმო და ნუ ამ წარმოების მფლობელი ახალგაზრდა ადამიანი იყო ესე თქვა. ერთადერთი დრო, როდესაც ჩვენ რაღაცნაირად როგორც ბიზნესი ჩამოყალიბდით და განვითარება დავიწყეთ, ესე როდესაც MGV ინსტიტუციები შემოვიდა. იმიტომ რომ MGV-ს აქვს ტარიფი, ეს ტარიფი არ არის მინდა გითხრათ მხოლოდ იმისთვის განსაზღვრული რომ ჩვენ მხოლოდ ეს შეგროვება უზრუნველყოთ, ამ ტარიფში შედის რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ცნობიერების თემები, ეს ცალკე აბსოლუტურად ცალკე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება, იმიტომ რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით ერთია ნარჩენების ამოხება და რა თქმა უნდა ესეც ამის შეერთეთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და თავისთავად რა თქმა უნდა ტარიფიდან გამომდინარე შენ შეგიძლია გააკეთო განვითარება, სუბსიდირება ესეთი ტიპის გადამამუშავებელი ესე თქვა საწარმოების პირველ ეტაპზე და ნუ საბურავის შემთხვევაში მინდა გითხრათ, მუდმივად უნდა მოხდეს, თუმცა არის ნარჩენები, მაგალითად აკუმულატორი არის ზეთი, რასაც დიდი ალბათობით არ დაჭირდება განსაკუთრებით, იმიტომ რომ თვითონ მათ მიერ წარმოებული აი ზეთის ნარჩენი ზეთის გადამუშავებით შეიძლება მიიღოს ჩვეულებრივად საავტომობილო ზეთი ჩვეულებრივი, რომელიც დღესაც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ძალიან მოთხოვნადი არის, ანუ ეს თავისთავად მომგებიანი მოთხოვნადი თემა არის და აკუმულატორი რა თქმა უნდა, როდესაც ეს როგორც ფერადი მეტალი გადის ექსპორტზე, მაგრამ აი საბურავი და არის კარგი მაგ ელემენტი ბატარეები მაგალითად რო ვთქვათ, ელექტროხელსაწყოები რო ავიღოთ, ხო ეს ჩვენი მოდულები არ არის. ბანდონი გიორგის ორგანიზაცია ემსახურება. ეს თავისთავად ხო ეს ყველაფერი ხო საქართველოს და არის როგორც ძალიან პატარა ქვეყანა ვარ შესაბამისად ნარჩენის მცირეა და რო წარმოვიდგინოთ ხო ანუ პატარა ქვეყანა, პატარა ესე თქვა ბაზარი ხო და აქ შენ დიდი თანხით შეხვიდე სიტყვაზე ან ინვესტორი მოძებნო რო აქ თანამედროვე გადამამუშავებელი სიმძლავრების შექმნა ძალიან რთულია. ამიტომ თქვათ იძულებული დიდი ალბათ მათ შორის დღესაც აი ეს ნარჩენის საბურავის რაღაცა ნაწილი ჩვენ გავაქვს ექსპორტზე. მათ შორის თქვათ აი ზეთი ხო? და ეს საკმაოდ ძვირიჯდება. ძვირიჯდება, რა თქმა უნდა ძვირიჯდება, კი. ნახეთ მამა, რეალურად რო შევხედოთ, თქვენ თუ როდესაც მოძლიერდებით და ანუ ძლიერი ორგანიზაცია იქნებით, რა თქმა უნდა, თქვენთვის და ქვეყნისთვისაც და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ჯობს რომ ადგილობრივ ბიზნესს შეუწყოთ ხელი, როგორც ეს დონორი თუ ანუ პირდაპირ კონტრაქტორი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის დახმარების სახით, ვიდრე წლების განმავლობაში თავისთავად უამრავი თანხა დაიხარჯოს იმაზე, რომ ეს მუდმივად ექსპორტზე გავიდეს. რა თქმა უნდა, რატო ეს ჩვენი და ჩვენ განვითარების გეგმას არის თვალისწინებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ადგილზე წარმოება მათ შორის ცირკულარული ეკონომიკა. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ეს არის. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში, რაზეც ვისაუბრეთ. უბრალოდ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ამას კიდე ერთი დატვირთვა ის აქვს, რომ ადგილობრივი გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ არის, რომ გლობალურმა გამოწვევებმა ბოლო წლების გვაჩვენა, რომ არის რომ ირღვევა ეს მიწოდების ჯაჭვები ხოლმე გლობალურად და ხშირად ახლა პანდემიამ გვაჩვენა, რომ პანდემიის დროს გადაზე არათუ ნარჩენები, პროდუქტების გადაზიდვაც კი პრობლემა იყო, ხო და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივი გადაწყვეტები გქონდეს ჩვენ ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ბაზარი იცვლება ხოლმე რა.
და ძალიან ეს ხარჯები მე ძალიან გარბის და ძალიან მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ბატონოს დავეთანხმები და ვიტყვი რომ აი ბელგია ვახსენეთ ხო და ჩვენ ბელგიაში ერთად ვიყავით ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და იქ ნახეთ ადგილობრივი სისტემები ხო ბელგიაში, ჰოლანდიაში და სხვა ქვეყნებშიც ვართ ნაყოფი და ძალიან კარგად ვიცით რომ ერთი რომ წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეს არის საუკეთესო მოდელი ნარჩენების მართვის და ეს აჩვენა პრაქტიკამ დასავლეთ ქვეყნებში 30 წელია უკვე ის ინერგება და დღეს მაგალითად რო ვთქვათ ბელგიაში საყოფაცხოვრებო და გავსაყრელი აღარ არსებობს და არ იმარხება ნარჩენები, იმიტომ რომ ყველა ნარჩენის დახარისხება ხდება და მაქსიმალურად ხო, ნარჩენი არ არის ან გადამუშავება ბოლო-ბოლო ან ენერგიის მიღება. ან საბოლოო ჯამში ხო, დიდი ნაწილი გადამუშავდება, გარკვეული ნაწილი იწვება და ენერგიის აღდგენა ხდება. მე იმის თქმა მინდა რომ ნარჩენი არ არის ნაგავი, ხშირად ესე მოიაზრება ხოლმე და ნარჩენი არის ამავე დროს რესურსი, რომელსაც და საკმაოდ ისეთი ღირებული რესურსი, რომლის გადამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაბრუნოთ ეკონომიკაში და თან მოთხოვნადი რესურსი სხვათა შორის, ბევრი ნარჩენია, იგივე აკუმულატორი თქვა ზეთი ნარჩენი ზეთი ხო? რა თქმა უნდა, მეტალია, მოპოვება უახლოეს ხანებში შეუძლებელი გახდება და აქედან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია, რასაც ჩვენ ვერკავთ ერთად და ბატონო, აი გამოწვევებზე რო ვისაუბროთ, კი, მე ვფიქრობ, რომ ამას დრო ჭირდება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ძალიან კარგად მივდივართ. ერთი მხრივ ამაზე წინა ბლოკშიც ვისაუბრეთ, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და ჩვენ თანამშრომლობთ საკმაოდ დაყოფიერად, მაგრამ გამოწვევები მაინც რჩება, ხო? ერთი ალბათ რომ ცნობიერების ამაღლების გამოწვევა კიდევ რჩება და ეს საზოგადოება ინფორმირებულობა საზოგადოების ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მეორე გამოწვევა, ამ არაფორმალურ სექტორზე ვისაუბრეთ და ეს გამოწვევაც რა თქმა უნდა რჩება და აი მე მაინტერესებს რომ თვითონ ბიზნესება რამდენად გაითავისეს ეს პროცესი და რამდენად უდგებიან ისინი უკვე პასუხისგებლობით და არა ვალდებულების კუთხით რომ ეს დაგვავალა კანონმა და უნდა გავაკეთოთ. აი მნიშვნელოვანი კითხვაა, ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ ზოგადად აი ამ პროცესის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მე დაუბრუნდები აი პირველ იმას, რომ რა თქმა უნდა, აი ამ პროცესის ესე ვთქვათ, წარმათვის ავანგარდში რეალურად დღეს ზოგადად გას ბიზნესი ჩართული, ცალკე აღებული, რომელსაც მაგალითად წლებისი ვერ წარმოედგინდა, რომ მსგავს პროცესებში შევიდოდა, მე ცალსახად მინდა ვთქვა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა სახელმწიფოს დამოკიდებულება. მათ შორის აი უშუალოდ ჩვენ კონტაქტი ვისთანაც გვაქვს, ხო, ვთქვათ სამინისტროსთან, ბატონი სოლომონი ალვერდი, ჩარქსელიანი, ხო, ანუ ეს ხალხია, რომელიც ჩვენთან არის ძალიან მჭიდრო, ესე ვთქვათ, კომუნიკაციაში. და მინდა გითხრათ, რომ პირველი ის, რომ ჩვენ ფაქტიურად პროცესს, ხო, ჩემი გადასახედი და მე მინდა ვიყო ობიექტური, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ ნორმალური ტემპით ვან ვითარებთ. ეს ერთი რაშიც უდაოდ, ვთქვათ, სამინისტროს ჩართულობა და მათი როლი უდაოდ პოზიტიურია, იმიტომ რომ ნაკლები ბიუროკრატია, ესე ვთქვათ, არანაირი პრობლემა პირადი კომუნიკაციის, მათ შორის ეს რჩევა იქნება თუ რაღაცა თემების გადაწყვეტა, ეს არის, იმიტომ რომ ჩემთვისაც სასიამოვნო მოვლენობა გახდა, იმიტომ რომ მე 20 წელია მსგავს თემებში ვარ, არა ნარჩენების სხვა მიმართულებით საქმიანობდი და ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან, ჩინოვნიკების მხრიდან ესეთი გამჭირვალე, ესეთი ბიზნესისადმი ესეთი დამოკიდებულება ეს იყო აღმოჩენა ჩემთვის. ახლა მეორე საკითხი. რა თქმა უნდა, აქ არის ასევე სახელმწიფო ჩართულობა იმაში, რომ ჩვენ საწარმოო სიმძლავრეების შექმნა და განავითაროთ, იმიტომ რომ რეალურად ერთია, რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნესი ვიღებთ ვალდებულებას, მაგრამ მეორე მხრივ სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, ხო, ახლა დღესაც მაგალითად აწარმოე საქართველოსთან, ხო, ჩვენ გვაქვს ესეთი საკმაოდ აქტიური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ეს მათი დიდი დამსახურება და რეალურად ეს არის. ანუ ეს მეორე მომენტი. მესამე მომენტი არის კანონის აღსრულების ნაწილია.